გამარჯობა ხომ იცადით. Ეხლა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენ გადაცემას ერქმევა თეთრი კარავი. თეთრ კარავს გაუმარჯოს. მოგწერეთ თუ რამე გაქვთ სათქმელი, ისეთი რასაც სხვაგან ვერ ამბობთ. ჩვენ ყველაფერს მოვისმენთ და დაგეხმარებით პრობლემების გადაჭრაში. აბა ველოდებით თქვენს წერილებს. ხმოვან წერილებს. იმიტომ რომ ჯერ ჩვენ კითხვა არ ვიცით. გახსოვთ რომ გითხარით. ბებია ჩემის მეგობარს მერის გაგაცნობთ მეთქი. აი მერია დღეს ჩვენი თეთრი კარავის პირველი სტუმარი. მერი ჩემი ბებოს მეგობარი. ძალიან სასაცილო ქალია. არა, სასაცილო კი არა. საყვარელი ბებოა. სასაცილო ხურები ახურებს. ახლა ბუმბულებიანი შლაპი მოვიდა. მე და ნინა ორი თეთრი ბული ჩუმად გამოვაძრეთ და კარავზე მივამაგრეთ. ვერც დაინახა. გამარჯობათ ქალბატონო მერი. აბა მოგვიყავით თქვენ შესახებ. ვინ ხართ? რა საქმიანო? რა მოგწონთ? რა არ მოგწონთ? რაზე ოცნებობ? აბა დაიწყეთ. გამარჯობა, მოგესალმებით თეთრი კარავიდან. მე ვარ მერი 71 წლის. მუსიკის მასწავლებელი. ძალიან ბევრი მუსიკოსი მყავს აღზრდილი და უფრო მეტი კი კარგი მსმენელი. აბა მუსიკის მოყვარული მსმენელი თუ არ გეყოლება, რა აზრი აქვს ისე ვისთვის უნდა დაუკრა. აი 70-ს გადავცდი და ყოველი ჩემი დილა იწყება ფორტეპიანოზე დაკვეთ. ჩემი დიდი დარდია რომ სულ დაიხურა მუსიკალური სკოლები და რამოდენიმე თითებზე ჩამოსაცვლელი დარჩა. მას ხო არ შეგვისურვებთ. თქვენთვის შევასრულებ ჩემს საყვარელ შოპენის ნოქწონს. რაზე ოცნებობთ? ქალბატონო მერი. კიდე რამეს ხوار გვეტყოდით? რამეს? რაზე ოცნებობ? რაზე ვოცნებობ? რამდენიმე წლის წინ პარიზში დამპატიჟა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ და გარდა იმ საოცრებებისა, რაც ამ ქალაქში ვნახე, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ ჩემი ტოლები, ჩემზე უფროსებიც კი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს. ერთად საუზმობენ, სადილობენ, ვახშმობენ. სავსეა კაფეები მომღიმარი მოხუცებით, რომლებსაც ერთმანეთთან ყოფნა უხარიათ. ეს რატომ არ არის ჩვენთან? ძალიან წყდება გული და ვოცნებობ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველდღე თუ არა კვირაში ერთხელ მაინც სადმე კაფეში. თუნდაც მარტო ჩაი დავლიოთ, მაგრამ ვერავინ ვერ ავიყოლია. გაიგეთ ბებოებო? რა პრობლემაა? აბა, ეხლა გადავვრეკეთ თქვენს მეგობრებს ჩემთან ხვდით შეხვედრაზე. ახლავე. მე მადლობას გვეტყვით. მალე გაიგებთ კიდევ ბევრ ახალ ამბავს ჩემი თეთრი კარავიდან. ჩემი ტოლები უფრო დიდები, იმაზე დიდები, ძალიან დიდები, ძალიან მოხუცების ამბებსა. ჩვენ ყველას დავეხმარებ, ვისაც ჩვენი დაახმარება სჭირდება. არ დაიჭერებთ. იმდენი წერილები მოგვივიდა. ყველას მოსმენა ვერც კი მოვასწარებთ. ხომ გახსოვთ? ჯერ ჩვენ კითხვა არ ვიცით. ამიტომ ხმოვანი წერილები უნდა გამოგვიგზავნოთ. გემშვიდობებით დაველით თქვენს წერილებს. თეთრი კარავი იმისთვის არის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესი გახადოს. ნახვამდით ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
ძვირფასო მსმენელებო. ეთერშია თეთრი კარავი. თეთრ კარავს გაუმარჯოს. ხო გვიცანით, მე ელენე ვარ. მე კატო. ვერ წარმოიდგენთ იმდენი წერილები მივიღეთ. საიდან აღარ გვიგზავნიან? უკვე 90-დანაც მოგდის. მოგდის და მოგდის ხმოვანი წერილები. ძალიან გვიხარე, რომ ამდენი მსმენელი გვყავს. ახლა კი ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს. შეგიძლიათ აღარ იწვალოთ და პირდაპირ ამის არამარტზე გამოგვიგზავნოთ, რასაც ჩარწერთ. Dio@her voice G თეთრი კარავი. Dio@her voice G თეთრი კარავი. თეთრ კარავს გაუმარჯოს. ეს წერილი საფრანგეთიდან გამოგვიგზავნა ერთმა ქალბატონმა, რომელსაც მერი ბებოსთვის მოусმენა წინა გადაცემაშიც. იმას ვეხმაურებიო. ვეხმაურები კი არა, ვეხმიანებიო. ელენე დამიჯერ შენზე უფროსი ვარ. აბა ვნახოთ რა მინდაო? გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოყევით, დაიწყეთ. ბავშვებო, ძალიან მომწონს თქვენი თეთრი კარავი. ყველა გადაცემას ვუსმენ და სულ ველოდები, როდის გაისმება ეთერში თქვენი საყვარელი ხმები. მე მქვია ნანი და გვარად ვარ დოლიძე. მინდა ქალბატონ მერის შევეხმიანო თქვენ პირველ სტუმარს, მუსიკის მასწავლებელი რომ არის. ძალიან სასიამოვნო იყო მისი მოსმენაც და მისი შესრულებული შოპენის ნოქციონი ძალიან მომეწონა. თქვენ რომ მკითხეთ ბავშვებო, ქალბატონო მერი რაზე ოცნებობთო, რა კარგად გიპასუხათ. პარიზში ვიყავი და იქ ჩემი ასაკის ხანში შესული ქალბატონები ყოველდღე იკრიბებიანო. Ne me quitte pas. Il faut oublier. Tout pour s'oublier. Qui s'enfuit déjà. Oublie le temps. Des malentendus et le temps. მართალი ბრძანდებით ქალბატონო მერი. თქვენ სულ ერთი კვირით ბრძანდებოდით პარიზში და არ შეიძლებოდა თვალში არ მოხვედროდათ მოხუცებით სავსე კაფეები. მე კიდევ ამას მე-7 წელია ყოველდღე ვუყურებ. მე-7 წელია რაც ემიგრაციაში ვარ და რომ იცოდეთ როგორ მენატრება ჩემი სამშობლო, ჩემი გურია, ჩემი ბებო. პარიზის ძვირფასი რესტორნის ყველაზე გემრიელ სადილს ბებიაჩემის გამომცხარი ერთი ნაჯარი ხაჭაპური მირჩევნია. ისე მენატრება ყველაფერი, ქაური ისე მენატრება. და ამ მოხუცების ზენახვეზე სულ ჩემი სოფლის მოხუცები მახსენდება. რასაც აქ ეს პარიზელი ქალბატონები ერთ სადილზე ხარჯავენ, ლარებში რომ გადავიყონოთ, ქართულ პენსიონერებს თვეშიც არ აქვთ მაგდენი. მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს. მთავარი ხომ ერთად ყოფნაა. დაპატიჟეთ ერთმანეთი, თუნდაც ჭიქა ყავაზე. ყავაზე დაპატიჟება ხომ ყველა შეგიძლიათ. ყავა რა თმინდა ადამიანი. ყავა კი არა სახში ქათამი დაკალი, რაღაცა იყიდე, რაღაცა ცხელი მჭადები ყველი მიიტანე მაგიდაში. ყავა რა თმინდა. ეს ვინ იყო? უი, ვიღაც შემოხდა პირდაპირ ეთერში? მაგაზე კარგი რა უნდა იყოს, თუ სუფრასავსე გექნებათ. როგორ მიყვარს ქართული ურმარილი. მე უბრალოდ ყავაზე დაპატიჟეთ ერთმანეთი, იმიტომ გითხარით, რომ იმის გამო არ გადადოთ ერთმანეთის ნახვა დიდი ძვირფასი, სადილ თუ არ გექნებათ მომზადებული. აბა მოგკითხა მთელ საქართველოს ჩემგან და განსაკუთრებით კი ჩემს გურიას. აბა დროებით, გემშვიდობებით და ჩემს საყვარელ გურულ სიმღერას გიტოვებთ. წერილები არ გვაკლია. რა თქმა უნდა, ყველას ერთ გადაცემაში ვერ მოგასმენინებთ, მაგრამ ვეცდებით ყველაზე საინტერესო ამბები შევარჩიოთ. ჩვენი მისამართი ხო გახსოვთ, სადაც თქვენი ხმოვანი წერილები უნდა გამოაგზავნოთ. აბა კარგად, ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.